დღეს არის მეგობრებო კვირა დღე. განტვირთვის დღე მოვიწყეთ, გამოვედით და გუშინ ვეკითხებოდით ჩატს, რომ მეთქი კვირა დღეს რა შეიძლება გავაკეთოთ, რა აქტივობა შეიძლება კვირა დღეს, ასე შემდეგ და რაღაცა რეკომენდაციები მომცა. ერთ-ერთი იყო ეს გამოფენა, რომელიც ეწყობა ხოლმე მარია ლუისას პარკში. ეს პარკი ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი და ვლოგებშიც მილიონჯერ გაჩვენეთ. მაგრამ მაგ მხარეს არ არის, აი აქედან მოდიხარ. თუ გინდა რომ შეხვიდე პარკში, უნდა წახვიდე მარჯვნში, ხო და თუ არა და უნდა წამოხვიდე მარცხნივ, რომ ნახო ეს გამოფენა. ოღონდ როგორც ვიცი, მხოლოდ კვირაობით ეწყობა. ხო და პირველად ვართ ამ წამს შემოვედით და ყველაფერს დავათვალიერებთ თქვენთან ერთად. რაღაცა ესეთი ულამაზესი ნივთები არის. აქეთ რაღაც სახროფონო იყიდება, რაღაც გემრიელობა. აი. მარაოებია, ძალიან ლამაზი. ხელნაკეთი აქსესუარები, ესენი ხელნაკეთი საყურეები და რაღაცეები. აუ ხელნაკეთი როგორ არის ესპანურად ვიცოდი. ხო, ყველაფერი ხელნაკეთი. ეჩო ამანო. აი. ზუსტად შემხვდა ეგ სიტყვა. ეჩო ამანო. ნო. სალამას ნიმშებია. აქეთ არის ისინი ბუ შარფი ქვია ამას, შარფები. ნახეთ რა ლამაზია. პინტადოს ამანო. ხელით არის. პინტადო რა იყო? ხელით გაკეთებული, ხელით შეკერილი, ხელით მოქსოვილი რაღაცა ეგეთი. ეს მარაოები ულამაზესი. ულამაზებია. აქეთ სათამაშოები. საყურეები. ხო, შენ რო გაინტერესებდა. აბადოკები. განსაკუთრებით ბევრია ისინი რა ქვია. აქსესუარები. საფულეები, ჩანთები, ქამრები. ძალზებია. ბასკაბები. ეხლა მოდის აქ ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქვია ფერია, გრანდიოზულად ემზადებიან მაგისთვის და ესეთი კაბები უნდა ჩაიცვან, ტრადიციული ცეკვები უნდა შეასრულონ და რა ვიცი, მთელი ამბები იქნება. ეს არის ამათი ტრადიციული კაბა. უფრო მეტად წითელი აცვიათ ხოლმე შავი ან თეთრი კოპლებით. ამძივები და რაღაცეები. შარფები, აუ რა ლამაზებია, ეს ძალიან ლამაზებია. So pretty, თმის სამაგრებია. აქეთ ჩანთები ჯინსისგან შეკერილი. რა ორიგინალურია. აქეთ მარაოები. აქ ვარ. დაბნეული თვალები დავინახე შენი და. სანთლები. რა კარგი სუნია. ჩანთები. ბას. ნახე ძაღლის კამრები. აი სონი ყავს ჩვენ სახლში ხო იცით? რა საინტერესო. ბავშვის ტანსაცმელი. მოქსოვილია. ნაქსოვი. ეხლა ვეღარ გამოიყენებ ამ სიცხეში, მაგრამ ლამაზებია. კრეადო კონ ალმა. ალმა ის არ არის, სული. სულითა და გულით შექმნილიო, მე მგონი რაღაცა ეგეთი იგულისხმებოდა. ანხელა ქვია ამათ პროდუქტებს, აუ ძალიან ლამაზია. ესეთი ადგილები არის დედაჩემისთვის, ზედ გამოჭრილი. აი ეხლა ყველა თაროდან რაღაცას იყიდი და უეჭველი. მე უბრალოდ ვათვალიერებ ხოლმე, ისე უინტერესო ვარ. აქსესუარები კი არ მიყვარს, აი რაღაცნაირად არ მიყვარს, აი სახში თაროებზე დაწყობილი აქსესუარები არ მიყვარს, კედელზე ფოტოები არ მიყვარს, სუვენირები არ მიყვარს. ბეჭდები მიყვარს. ხო, რაღაც ისეთ ბეჭდებია, რომ ვერ მიმივიდა გული, მაგრამ
მაინც გადავხედავ, აი ბეჭდები. მასიურებია რა და მე მიყვარს უფრო ესეთი ეს ხო გახსოვთ, ვაი მე ეს გავიჭერი ხელი. ლახტით ვცდილობ ახალი რაღაცის გასულ საგადასახადო 7 ევროთ რო იყიდე? 2 ევრო ღირს. ტურისტულად აქტიურ ადგილებში არასდროს არ იყიდოთ ხოლმე ესეთი მაგნიტები. ხო, იდეაში უფრო იაფადაც ნახავენ, აქაც წვილი იქნება. 1 ევრო ნახეთ მე გახსოვს. კი. 50 ცენტი და 1 ევროები ყიდდა. აი. სამკაულები. უფრო მეტად ჭარბობს საყურეები და ყელსაბამები. ნაკლებად არის ბეჭდები. ხო. უყვართ რაღაცა ესეთები. კი. ნახე რა ლამაზებია. საზამთრო. მარწყვი. ეს მასიური ისინი ვისაც უყვარს. მათთვის სალამაზია. აი კიდე ბეჭდები. 7 ევრო ღირს, მაგრამ ესენიც მასიურებია. სამაჭურები. ძალიან ბევრი ხალხია სხვადასხვა. ეს მარკეტი იწყება დილის 9 საათიდან და გრძელდება 3 საათამდე. რო იცოდეთ და არის კვირა დღეს ამ ქალაქში. რო ჩამოხვალთ, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. სრულიად უფასოა შემოსვლა რა გამოფენა. ძირითადად 2 საათამდე არის ყველა. ხო, არ გააბათ ძილი თორე. აბა აქ ნახოთ ახლა რომელიმე თუ მომწყოს. არა, არც არ მომწყოს. ძალიან იშვიათად რომ მომეწონოს ხოლმე ბეჭედი. მარაოები. კარგი დიდია ეს გუგლში რომ ნახე ფოტოები, ამ ხელა გამოფენა არ ჩანდა. თმის სამაგრები. აი კიდე სამკაულები. აქ ძალიან ბევრი ხალხი დგას, აქ თმის სამაგრებია მე მგონი. კაცული. რაღაცები აქვს ამათ. ის აქვს მამაზი თვლებით აქვს გაკეთებული, მაგრამ იმას არ ვხედავ რა ქვია ბეჭედს. იქ თაფლიდან მოუდგეთ აბა. შევყოთ ცხვირი რამენაირად. არა, საერთოდ არ აქვს ბეჭდები. მაიდან გამომყვები? დასცხა პაატას. ანუ როცა ცივა ხოლმე, მე ბევრად უფრო მცივა ხოლმე ვიდრე პაატას და როცა ცხელა ხოლმე, პაატას ბევრად უფრო ცხელა ვიდრე მე. ეხლა მე არ მაქვს ეგ დისკომფორტი რა ცხელა და ის ეგრევე ჩრდილში გადავიდა. აი კიდე ბეჭდები. აი აქ რაღაც გამომრჩა მე მგონი. ეს რა არის? მაგალითად. არ ვიცი ეს რა არის. თან თითქოს ხვდები რა არის, მაგრამ თან ვერ ხვდები. Thank you. ძალიან მისაღები ფასებია. იაფია. აი კიდე. აბა აქ შევხედოთ რა ხდება. ეს ლამაზია. მაგრამ ეს რა ლამაზია. მარწყვიანი. ნახეთ რა ლამაზია. ბავშვებისთვის. აქეთ კაფე არის. დამთავრდა. აქეთ არის უკვე კაფე, მოგეხსენებათ ძალიან უყვართ ხოლმე. დალევა ჩვენს ესპანელებს და კაფეები არის ყველგან. პაატამ შეამჩნია კიბეები, ახლა უკან რო უბრუნდებოდით და ამოვედით, ესეთი დახვეული კიბეები არის, ესეთი ადგილია, დასაჯდომებიც არის. და აქ ესეთი ბაზაწუნა. 4 ჯერ ვარ თუ მეტი ჯერ ამ პარკში ნავყოფი და ყოველ მოსვლაზე ახალ რაღაცებს პოულობ იმხელა. ხო.
თან ბლოგშიც რამდენჯერ გაჩვენეთ რომ აქ ვიყავით და ეს ადგილი საერთოდ არ შეგვიმჩნევია. იმხელა ტერიტორიაზეა ეს პარკი, რომ აქ კიდე ბევრი რამე იქნება დამალული. გადასარევი ამინდია. ნახეთ რა სილამაზეა. გამოვედით ახლა ცოტა აქეთ. ეს ის ადგილია წინაზე გედი რო იყო. ძაღლები ყავს ხალხს გამოყვანილი, ასე ერნებენ. ძალიან ის არის აქ. ძალიან ბევრ ხალხს ყავს ძაღლები. აი მე მეც მართლაც გონი ალერგიას. ბატ არის ალერგიული ყვავილებზე და მტვერზე და ეგეთ რაღაცებზე და ეხლა მგონი მეც მომს ალერგია. ხო, მოკლედ მაგას გაუგნებოდით, რომ ძაღლებზე არიან გადარეულები. განსაკუთრებით პატარა ჯიშის ძაღლებზე, აი დიდ ძაღლებს, ესე მასიურ ძაღლებს, ნაკლებად ნახავ, პატარები ძალიან. აი ყველას ყავს თითქმის რა. მოვედით ამასობაში პლასა დე ესპანიაზე. და აი ის მე მგონი არ ყოფილა ხოლმე ჩართული შადრევანი, ხო? ეგრე მახსოვს. შეიძლება არასწორად მოხდეს. ეხლა ლამაზია, ძაბერ ხალხია, as you can see. ბუშტას უშვებენ. სად იყო? აი აქ. ძლივს დამთავრდა ეს დღესასწაულის კვირა, მაგრამ ეხლა მეორე დღესასწაული მოსდით ამათ და არ ვიცი იმ დღესასწაულისთვისაც დაისვენებენ თუ არა. სავარაუდოდ დაისვენებენ და ეგ კვირაც სახლში ჯდომა მომიწევს სკოლის და ყველაფრის გარეშე. ვიცი რომ ძალიან მოვიწყე, მაგრამ ოკეი, რაც არის ეგ არის. აპრილის თვე აქვთ ხოლმე სულ დღესასწაულებში და სულ გუგუნი და დროს ტარება. ბატამ დავხატა. ჩერო და მისულებია. ვაფლები ყვითელი ელასტიკი არა მაქვს მეთქი. მაგიტო ჩაგაცვირო არა გაქო. ვარდისფერი ბოტასები. ვარდისფერი ბოტასები და წონი ნასკები. აუ, წავედია. მოიცა, ერთი წუთი მინდა ზუსტად და მოვჩვენე. ცოტა შეფუთტული ვარ, არ ვიცი. დღეს რა მჭირს, იდეალური ამინდია. სითბოა და ყველაფერი, უბრალოდ დღეს რაღაცაირად დილიდანვე მცივა და ესე შევიფუთნე. მოკლედ ახლა მივდივარ ერთ მაღაზიაში, რომელიც ესე ონლაინ ვიპოვე და როგორც ნახე ფოტოები, არ ვიცი. განსხვავებული სხვადასხვა ჩაი აქვთ რა. ანუ ჩვეულებრივ ჩაის რასაც ყიდულობთ ხოლმე ხო არის ესე პაკეტებში, ოთხკუთხედ პაკეტებში და ეგეთი ჩაი არ მიყვარს რა, არ ვენდობი შიგნით რას ყრიან, არ ვიცი. და არ მგონია რომ რაიმე კარგს ყრიდნენ შიგნით რა. უბრალოდ იაფასიანი პროდუქტია და ეხლა მინდა რომ უშუალოდ ჩაი ვიყიდო, აი მარცვლები ვიყიდო, მცენარე ვიყიდო თვითონ რა გამხმარი და მინდა რომ ვიყიდო მიხაკი თუ არ ვცდები, cloves tea მინდა რომ ვიყიდო. ჯინჯერი თუ ექნებათ, ჯინჯერის ყიდვაც მინდა. და კიდევ მინდა, არ ვიცი, მაგ ყვავილის სახელი, მაგრამ მაგ ჩაიზე წავიკითხე ძალიან კარგი ინფორმაცია და მინდა რომ მაგ ყვავილის ჩაიც ვნახო თუ ექნებათ რა. ჰიბისკუს თუ რაღაც ეგრე ქვია. ჰაბისკუს თუ რაღაც ეგრე, არ მახსოვს სახელი. და ანუ არ ვიცი რა, შევავლებ თვალს კიდე რეები ექნებათ და თქვენს დაგათვალიერებინებთ. საკმაოდ შორს ვარ სახლიდან წამოსული, იდეაში გამოსული ვიყავი ისედაც დილით დარბაზში ვიყავი ჩასული და იქიდან რომ გამოვედი, დღეს არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, არც სკოლა არ მაქვს, საღამოს 10 საათზე მაქვს მარიამთან გაკვეთილი ესპანურის, ყველაფერი მომზადებული მაქვს, გაკვეთილი ნასწავლი მაქვს, დავალება დაწერილი მაქვს და შესაბამისად დრო მქონდა. მე მგონი მოვედი.
და ამ ხელა ცენტრის ნამდვილად არ ველოდი თუ ეხა ესე გარი. ძალიან დიდია. ვაიმე ხალხო, სადაცაა გავგიჟდები, ისეთ ადგილს მოვაგენი. ნახეთ რა ვიპოვე. ეხლა გაჩვენებთ კალორიების რაოდენობას. გავგიჟდი ამას რამდენი ხანია ვეძებდი. 100 მგ-ზე აქვს 9 კალორია ხალხო. სულ არის 320 მგ-იანი რა. გავგიჟდები. ეს არის, ანუ ნებისმიერ რაღაცაზე შეგიძლია გამოიყენო, ბლინებზე შეგიძლია გამოიყენო, ციუ ყავას ვინც სვამთ, ზემოდან შეგიძლიათ რომ მოასხათ, აი ყველაფერზე შეგიძლიათ. არის კიდევ მარწყვის არომატით არის, ეს რა არის? Dulce de leche. ეს არა კარამელი არ იქნება, მე მგონი Dulce de leche რა ჯანდაბა, ვიცოდი. ერთი წამი ხა, ეს არ მომასვენებს, უნდა ვნახო, ჩატს უნდა ვკითხო. აუ ვერ მithარგმნა რაღაც გამართულად ჩატმა და რაღაც იცი რის გემოზე მგონია ეს რო წავა იმის რა ქვია შედედებული რძის მალაკოს რასაც ვეძახით ხოლმე მაგის გემოზე მგონია რომ წავა აუ ძალიან გამიხარდა ესენი ერთ პერიოდი საქართველოშიც იყო ეს ბრენდი არა სხვა ბრენდი იყო მაშინ მე ვმუშაობდი ვიტამინში რა სპორტული საკვები დანამატების კომპანიაში და მე რო წამოვედი, რამდენიმე თვე კიდე იყო, იმიტომ რომ მახსოვს მოსწავლეებს ვუშვებდი ხოლმე. აუ, თეთრი შოკოლადიც არის რა კაია. კარამელი და რაღაცა ჩემი ერთი მოსწავლე ძალიან აქტიურად სვამდა ხოლმე ციუ ყავას და უნდოდა ესეთი დაბალკალორიული რაღაცა და მე გაქრა ესე. არ ვიცი, აღარ შემოუტანიათ რა და ეხლა აქ რომ ნახეთ ძალიან გამიხარდა. აუცილებლად ავიღებ სტანდარტულ შოკოლადის არომატს. მარწყვის ჯერ არ გავურისკავ, იმიტომ რომ ყოველთვის უფრო გემრიელი არის ხოლმე შოკოლადი. ჯერ ამას გამოვიყენებ, თან შევხედავ რამდენად წავა გამოყენებაში და მე მოვბრუნდები კიდევ სხვა პროდუქტებზე. აქ არის კიდე ძალიან მაგარი რაღაცები, არის პროტეინის პუდინგები, არის პროტეინის შოკოლადები, როუ-ბაითები, არის ასევე ვეგანური ვერსიები, 0 აბსოლუტურად 0 შაქრით. აქეთ ისიც აქვთ რა ქვია მაცივარი და აქ სავარაუდოდ იქნება ბიო ნაყინები. აუ რა მაგარია. ფასები არ არის დაბალი ნამდვილად, იმიტომ რომ ეხა ეს 8 ევრო ღირს. მაგრამ ძალიან მიხარია რომ ესეთ მაღაზიას მოვაგენი არა და სულ შემთხვევით ჩაიზე ვარ მოსული. ეხა იმდენი არ ვილაპარაკო რომ თვითონ ჩაი დამავიწყებ. აიმე ნამცხრები. აქ არის ტკბილეული? ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი ტკბილეული არის ჟელიბონი. თუ ვნახავ რომ ჟელიბონი ექნება თუ შაქრო ავიღებ. ოკეი, გადავხედოთ რა ხდება. აქეთ რა ხდება? აუ, ყველაფერი აქვთ. ანუ მე ხარ რომ შემოვედი, პირველი აქეთ წამოვედი. დამაბრმავა ამან, მაგრამ ისე აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ, ნახეთ. ყველანაირი საკვები აქვთ. ოკეი, ეს მიჭირავს ახლა ჩემი მეგზური 24/7-ზე ჩავდებ ამას ჩანთაში, რომ ხელი არ შემეშალოს და ყველაფერს საინტერესოს რასაც ნახავ გაჩვენებთ. კალათაში უკვე მოვათავსე ის შოკოლადის სიროფი და ეხლა აქ მინდა გაჩვენოთ პროტეინის ჩიფსები. პროტეინის ჩიფსები პირველად გავსინჯე, როდესაც მუშაობდი გოლიათში, ასევე სპორტული საკვები დანამატების კომპანიაში და არ გქონდა ხოლმე მაღაზიაში, მაგრამ ერთხელ ჩვენმა უფროსმა ჩამოიტანა გასატესტად რა და გაგვასინჯა მე და პატას, აბა რამდენად მოგეწონებათო და რას მირჩევთო ჩამოვიტანოთ თუ არაო. ხო და ძალიან გემრიელი იყო, ძალიან მოგვეწონა, ყოველთვის შედარებით დაბალკალორიულია ხოლმე, ცივა კარგი რაოდენობით აქვს და ყველაფერი, მაგრამ შემოსატანი ფასი ადიოდა ძალიან მაღალზე რა. ანუ 8 ლარი თუ 9 ლარი უნდა დაგვეტო და ეს გეუბნებით როდინდელ პერიოდს იცი ალბათ 6-7 წლის წინ რა. და 6-7 წლის წინ ჯერ ეხლა რა არის 8 ლარი ძალიან ძვირია ჩიფსებისთვის, აი ძალიან და მაშინ წარმოიდგინეთ კიდე რა ძვირი იქნებოდა და ვერ ჩამოვიტანეთ. აუ რა კარგი რაღაცეებია. sin colorantes ni conservantes. ანუ კოლორანტების და კონსერვანტების გარეშე. ასეიტი დე პალმა, პალმის ზეთიც არა აქ. ძალიან კაია. ხო, მოკლედ ეგ იყო მიზეზი, რის გამოც მე არ შემოვიტანეთ, მაგრამ რაღაც პერიოდი ვხედავდი ხოლმე ქართულ ბაზარზე იყო, ეხლა არ ვიცი. აქ უწევს 1.57 და აქაც ძალიან ძვირია ეს ჩიფსებისთვის, იმიტომ რომ ცენტებში ყიდულობ ძალიან დიდ შეფუთვას და ეს ბაძვა შეფუთვა 50 გრამიანია სულ. აქეთ პასტები არის ესეთი გრძელი. აუ ნახეთ რამდენაირი ჩაი აქვთ, გავგიჟდი.
ნახეთ. აი ეს ყვავილია. ამ ყვავილის, ანუ ეს ყვავილი მინდა გამხმარი რა. ესეთ ფორმაში არ მინდა რომ ვიყიდო. მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ ეს ყვავილია რა. ძალიან ბევრნაირი რამე აქვს ძალიან. უბრალოდ აი მართლა მინდა რომ შეუზღუდო ჩემ თავს ესეთ შეფუთვებში დადევა. თორე იმდენად ყველაფერი მომწონს და ზოგადად ჩაის ძალიან მოყვარული ვარ, ჩემთვის არის, არ ვიცი. ძალიან დიდი განტვირთვა. აუ ნახეთ, რამდენია. ვიყიდდი უეჭველი, მაგრამ არა. აქ ჩირებში მოვედი. აბსოლუტურად ყველაფრის ჩირია მე მგონი. ეს რა არის? ეს ლეღვის ჩირია თუ არის? ვაი მე ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვცნობ, ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვხვდები რა არის. ჩიფსები არის აქ, მაგალითად ბანანის ჩიფსებია. აქეთ თაფლი და სხვადასხვა ჯემია. აქეთ საერთოდ ბლაიმე რამდენად ყვედაულია. ეს რა არის? ისინიც არის, წამლებიც არის სხვადასხვა. გამოვედი ახლა და გაჩვენებთ რა ვიყიდე. პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა წამოვიღე. ერთ სული მაგ სახლში როდის მივალ და როდის დავტესტავ როგორი გემოექნება, მაგრამ რასთან ერთად გავაკეთო არ ვიცი. ყავას მე არ ვსვამ. მაგრამ ბლინები მაგ სახლში, კი არა და ვაფლის საცხობ ტოსტერში რო ვაკეთებ ხოლმე აი ეგ ვითომ ვაფლები მაგ სახლში და მაგასთან ერთად ვცდი. ეს ვიყიდე ჰიბისკუსი. სახელი რო ვერ გავიხსენე ზუსტად. სახელი არის ჰიბისკუსი. გადასარევი რამე არის. ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის კარგი რა, ანტიოქსიდანტი არის პირველ რიგში. ასევე სახის, ანუ კანის ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი. ვისაც აკნე აქვს, მას ურჩევენ ხოლმე ამ ჩაის დალევას. კიდევ რა ბენეფიტები აქვს? მე მგონი ძილის ხარისხის გაუმჯობესებაშიც იღებს მონაწილეობას. და ნუ არის ძალიან კარგი რაღაცა არის და გემოზეც მე მგონი რომ ეს კარგი უნდა იყოს და აი მეორე რაც ვიყიდე. ეს ასეთ შეფუთვაში მომიწია რომ მეყიდა, იმიტომ რომ ამ ხელაში არ ჰქონდათ სამწუხაროდ არა და დიდ შეფუთვაში მინდოდა ესეც. ეს არის მიხაკი მეგობრებო. ასე გამოიყურება. ეს კიდე უფრო კარგი რაღაცა არის, უბრალოდ ამასთან სირთულე ის იქნება, რომ დასალევად არის ცოტა რთული რა, გემოზე მთლად კარგად არ მიდის, მაგრამ ცოტა ჩავყრი ხოლმე, ბევრს არ ჩავყრი. ეს ძალიან კარგი არის ასევე კანის ჯანმრთელობისთვის. მე მახსოვს თბილისში ვყიდულობდი ხოლმე ამას, ვადუღებდი ხოლმე და მერე გადამქონდა ხოლმე შეფუთვაში, რომელსაც სპრეი აქვს და თმაზე ვისხამდი. უნდა გაიჩერო რამდენიმე საათი, მერე ჩვეულებრივ დაიბანო თმა. გადასარევად იმოქმედა ჩემს თმაზე, აი ძალიან გამიუმჯობესა თმის ხარისხი. იმ პერიოდში არ ვიცი, მე მგონი დაზიანებული მქონდა ხოლმე და მაგიტო ვაკეთებდი. მერე დავანებე თავი, მაგრამ ძალიან კაი რამეა, სახის კანის ჯანმრთელობისთვის, თმის ჯანმრთელობისთვის, ფრჩხილები, ასევე ჩემი პრობლემა რაც არის ხოლმე შებერილობა, აი მაგაზე მუშაობს ძალიან კარგად. შებერილობის დროს იღებენ ხოლმე ამ ჩაის. და ანტიოქსიდანტია ესეც, ძილში ესეც გვეხმარება. მოკლედ ძალიან კარგი რაღაცები ვიყიდე. ჯინჯერი არ ჰქონდა, თუმცა რომც ჰქონდა იდეაში რაც მინდა მათ ნაყიდი ყველა მაღაზიაში იყიდება და მე ვიყიდი და ასევე ვიყიდი ლიმონს და რაღაცებს შეურევ ხოლმე ერთმანეთში რომ ამისი გემო გადაიფაროს და ძალიან კვეთრად არ ვიგრძნო ხოლმე რა. ძალიან ძვირიანი მაღაზია იყო სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ერთად ღირდა 9 евро. მაგრამ ძალიან ძვირიანი მაღაზია იყო. შემხდა ისეთი პროდუქტები, რომლის ფასებიც ასე თუ ისე დაზაპირებული მაქვს, იმიტომ რომ ვყიდულობ ხოლმე ხან მერკადონაში, ხან ლიდლში და აი მაგალითად ის ჯემი, რომელსაც მე და პაატა ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხოლმე, არ აქვს შაქარი დამატებული და ძალიან დავალკალორიული არის, იმიტომ რომ უკალორიო დამატკობლით არის გაკეთებული. ეს ჯემი მე ნაჩვენები მაქვს რომელიღაცა ეპიზოდში არ მახსოვს თქვენთვის, მარწყვის ჯემი. ეგ ღირს ხოლმე 1 და რაღაც რა, მე მგონი 1 და 40 სადღაც ეგრე. და ამ მაღაზიაში ღირდა 4 ევრომდე. მეთქი, ხო ეგ არის, ხო არ მეშლება, მივედი, ვნახე შემადგენლობა ყველაფერი. ოდნავ განსხვავებული შეფუთვა იყო,
მაგრამ ეგ შეფუთვაც მოქვს ნანახი მე მგონი Carrefour-ში და იქაც არ ღირდა მაგ ხელაფასი. მე ვნახე გარბანსოები, რომელსაც ქილით ვყიდულობ ხოლმე და ღირებულება არის ხოლმე 99 ცენტი, ეგეც დამაზე პირდა და აქ ღირდა 4 евро. მეთქი რა ხდება? აი ბიო მაღაზიებში როგორც არის ხოლმე ფასები გაქცეული, ზუსტად ეგრე ჰქონდათ. მაგრამ ძალიან საინტერესო მაღაზია იყო, ყველაფერი იყო ერთ სივრცეში რა. უბრალოდ დამაკალდა ჩაიზე არჩევანი. ნუ შეფუთვებში რაც არის და პაკეტებში რაც არის, იქ ყველანაირი არომატი ჰქონდათ აბსოლუტურად. ერთი ბიჭი დამეხმარა, ძალიან საყვარელი ბიჭი იყო, მომსახურება ძალიან კარგი ჰქონდათ. ეს გარეთ არ იყო დაკიდებული და მეთქი არ გაქვთ მეთქი ეს ჰიბისკუსი თქო და შევიდა და შიგნიდან გამოიტანა. ასევე ესეც ისე გამოსაჩენ ადგილას არიდო და მაგ ბიჭმა მოძებნა და მოკლედ აი ძალიან კარგი მომსახურება ჰქონდათ, კონსულტანტები ძალიან კარგი ჰყავდათ. უბრალოდ აი ეს საძებარი არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით მაგ მაღაზიაში მაინც რა. ხო აი ჩაის არჩევანი არ ჰქონდათ დიდი. უფრო მეტად შეფუთვებში და შეფუთვებს რომ თავაზობდა უთხარი რომ მეთქი შეფუთვებს ვერ ვენდობი მეთქი და მე ეს გამომიტანა. მე რაღაცები მკითხეს, რამდენი ხანია აქ ხარო და რაღაცები რო ვერ ვლაპარაკობდი გამართულად, მე მგონი არ არის რთული მისახოთ. აი არ ვიცი რა მჭირს, სხვათა შორის რა დავამუყამე იცით, სკოლაში რო ვარ ხოლმე და პროფესორი რო გველაპარაკება, იქ უფრო მიმარტივდება თითქოს რა. იმიტომ რომ აი თითქოს ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს, რომ ეგ კაცი ხო მიჩვეულია რომ მე ისე და ანუ ჩვენ მე კი არა იქ ყველანი ვინც ვართ ძალიან დამწყებები და გვიჭირს წინადადებების აწყობა და მით უმეტეს რომ გეკითხება ადამიანი რაღაცას და იმ მომენტში რომ უნდა დაალაგო თავში და ჯერ სიტყვები უნდა დაალაგო ქართულად. მე მთლიანი წინადადება აწყო, მე ამ აწყობილი წინადადების შესატყვისები თარგმანი მოიძიო ესპანურად და უცებ უპასუხონ ძალიან რთულია ჯერ რა და ეგ კაცი რომ მიჩვეულია მაგას და რომ გველოდება ხოლმე რომ წინადადება ავაწყოთ, რომ გვისწორებს და რაღაცა თითქოს იმასთან უფრო გახსნილი ვარ რა. იმასთან უფრო არ მიჭირს კომუნიკაცია და ეხლა აქ მაღაზიაში მაგალითად გამიჭირდა რა ჩემი გადმოსახედიდან. არა და რო გამოვედი და რო ვფიქრობდი რატო გამიჭირდა მეთქი, ყველა სიტყვა მომივიდა თავში, რაც მჭირდებოდა იმ მომენტში რა, უბრალოდ ვიბნევი. პირდაპირ კომუნიკაციაში მაგრად ვიბნევი. და არ ვიცი ეგ როდის უნდა გამოსწორდეს, მაგას უნდა პრაქტიკა და არ არის ეს პრაქტიკა და სად გამოვასწორო არ ვიცი. ხო მოკლედ წავედი ახლა სახლში, მაგრად მომშივდა. დღეს დილით ვივარჯიშე, ესე იგი მაგ დარბაზში რომელსაც არ უნდა მიხვიდე, მაინც გადატენილია ხალხით, მაგრამ დილით ვარჯიში ბევრად უფრო მომეწონა რა, უფრო morning person ვარ და აქ რომ мотивация არ მაქვს, ხოლმე დილაობით არ ვდგები. ნამდვილად ვერ დავიბრალებ, რომ დილაობით ადრე ვდგები. აი თბილისში არ ვაცილებდი ხოლმე, რავი 8 ნახევარს რა, ყოველთვის ადრე ვდგებოდი და აი ძალიან სიამოვნებს ეგრე ადრე დღის დაწყება. ეგ კი არა, უფრო ადრეც დავიწყებდი, ანუ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სამსახურში, სადაც საკმაოდ ადრიანად იწყებ დილას რა, მიყვარს, ძალიან მიყვარს. მით უმეტეს თუ რაღაცა გაიძულებს, რომ ეგრე დილით ადგე და ეხლა რო არ მაქვს ეგეთი მაიძულებელი არაფერი. ხანდახან 10-11 საათამდე უბრალოდ საწყოში ვარ ხოლმე და ვსკროლ და ან ვაკანსიებს ვათვალიერებ, ან რაღაც ანუ ისე უაზროდ არ ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც მირჩევნია რომ ავდგე ხოლმე რა. და დღეს ეგეთი მომენტი იყო, დილით ადრე ავდექი. წავედი, ვივარჯიშე. ეხლა რომელი საათია? მე მგონი 2 საათია, ეს საათი უბერავს ჩემი. და ანუ ყველაფერი მოსწრებული მაქვს. წავალ სახლში, ხვალ სკოლისთვის ვიმეცადინებ. რა მეგებრიოს გავაკეთებ. და ეგ იქნება რა. თითქმის დავლია, მაგრამ ნახეთ როგორ ფერზე დაჯდა. იმ ყვავილმა წაიყვანა ზუსტად ესეთ ფერზე. კიდე კაი ჩავყარეთ, ორე ცალკე მიხაკის გემოსაშინელება იქნებოდა და კიდე პატარა ის ჩავაგდე, რა ქვია, ლიმონი და ძალიან დაეხმარა გემოს განაიტრალებაში. ეს ჩემი ჯიქუნა, ძალიან ზავარელი. ეხლა გაკვეთილზე ვარ. ცოტა შესვენება გვაქვს 5 წუთიანი და შევალ ისევ ზუმში გვიტარდება. აქ დავასრულებ მეგობრებო ვლოგის გადაღებას. ძალიან ვარ გაგვიგრძელდეს. მადლობა ყველას რომ მიყურეთ. თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე.